კოლუმბიის მთავრობამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკული საშუალებების კომისიას კოკაინის ხის ფოთლის ყველაზე მავნე ნივთიერებების სიიდან ამოღების მოთხოვნით მიმართა. ეს წინადადება ნაწილია კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს ნარკოპოლიტიკის, რომელიც მიზნად ისახავს კოკაინის ხესთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვას. დღეს ვენაში გაეროს შესაბამის კომისიას შევთავაზეთ კოკაინის ხის ფოთლის მავნე ნივთიერებების სიიდან ამოღება. ეს განპირობებულია იმით, რომ მეცნიერებამ შეისწავლა ამ ფოთლის სამრეწველო გამოყენება, მისი გამოყენება სასუქებში, სასმელებსა და სხვა ასპექტში. კოკაინის ხის ფოთოლი არაა კოკაინი. ჩვენ კოკაინის ლეგალიზაციას არ ვითხოვთ. კოლუმბია უკვე მრავალი წელია, რაც ქვეყანაში კოკაინის ხის უკანონო პლანტაციების კანონიერი ჩანაცვლებას უწყობს ხელს. მთავრობა ცდილობს ფერმერები სხვა მცენარეების კულტივირებით დააინტერესოს. კოლუმბიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ მავნე ნივთიერებათა სიიდან ფოთოლს ამოიღებენ, ეს ქვეყანაში ნარკომოვაჭრეების ძალაუფლებასა და შესაბამისად კოკაინის უკანონო წარმოებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისი თქმით, კოკაინის ხის ფოთოლი ბუნებრივ მდგომარეობაში საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ არ ვაუქმებთ სისხლის სამართლის კოდექსს და არ ვარღვევთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. არამედ ვეძებთ ახალ ალტერნატივებს ჩვენი ფერმერებისთვისა და საზოგადოებისთვის, რომლებიც ომითა და ნარკომანიით გამოწვეული უბედურებების წინაშე დგანან. 2023 წელს კოლუმბიაში კოკაინის ხეების პლანტაციების ფართობმა 253,000 ჰექტარს მიაღწია, რაც 10%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. 53%-ით გაიზარდა კოკაინის პოტენციური წარმოების მაჩვენებელიც. კოლუმბიის მთავრობა პლანტაციების 25,000 ჰექტრით შემცირებას გეგმავს და ფერმერებს სანაცვლოდ ყავის ან კაკაოს კულტივირებას სთავაზობს. ისინი, ვინც წინადადებას დათანხმდებიან, მთავრობისგან ყოველთვიურ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.